მოგესალმებით, ჩემო კარგებო და ნახოთ, ამას ნახეთ ამჯერად თქვენი ჩაფიქრების ენერგია. აქ შეიძლება კი ხართ რაღაც ესე რომ ვთქვათ, ცოტა კაცრხასიათზე, მაგრამ ჩაფიქრებულს რაც შეეხება პირდაპირ, ასე ვთქვათ, რაღაცა წინადადებას გთავაზობთ, რაზეც საუბარი აუცილებლად გექნებათ და შეთავაზებებით მოდის, მე ასე ვიტყოდი თქვენთან რაღაცასთან. თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იყოთ ძალიან ასე რომ ვთქვათ, წყნარად, ჩუმად და ასევე თქვენი ინტერესები მანდ-მაინც არ გაანდოთ, ხო? ადამიანს რა შედის თქვენს ინტერესებში, რატომღაც გაფრთხილების სახით ამოვიდა ეს, რაც შეეხება ამ ადამიანს, მე ვფიქრობ, რომ თითქოს მისი კომუნიკაცია არის უფრო ნაყოფიერებისკენ რაღაც საკითხი, მე არ ვიცი, ეს შვილზე იქნება აქ საუბარი, შეიძლება ბიზნესი არა, რაღაც აი მატება. ცოტა უცნაურია ახლა მამაკაცები უფრო ისმენთ ნეტა, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული აქ ფეხმძიმობაზე იყო საუბარი, ან რაღაც შვილის თემას უფრო ეხება ეგ საკითხი ჩემო კარგებო. და იცით რა არის, შეიძლება ამ ეტაპზე აი ეს რაღაც ავადმყოფობის თაობაზედაც გეტყვით ეს თქვენ. რაღაცა მჭირს ან და არ შემიძლია რაღაცა. თუმცა თქვენთან მიმართებაში ძალიან სამომავლოდ სტაბილურ ურთიერთობაში მეფიქსირდება ადამიანი. სტაბილურ ურთიერთობაში კი სრული რადიკალური ცვლილება ბედის. მე მგონია, რომ შეიძლება აქ მეუღლე იყოს ეს თქვენი. ან უბრალოდ გადაწყვიტოთ ძალიან მალე რაღაცა უკეთესობისკენ, ხო? დაოჯახება, რავი, რაღაც სტაბილურ ურთიერთობაში ახლა. არ გამომეკიდოთ კაცო მაქედან. დაოჯახება არა, ჩემთვის მთავარია ერთმა. ისეთი მიფრინა, მის მერე უკვე ლაპარაკიც მეშინია. ხო, ამიტომ აქ რაღაც აი ესეთი დასტაბილურებული ოჯახი ფიქსირდება ან ურთიერთობა. თუ ოჯახში გაქვთ პრობლემები, ან რაღაცას მოელოდებით, რომ ხმას ამოიღებს ადამიანი, მე ვიტყოდი, რომ აქ გადაწყვიტოთ, მაგრამ თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება, ეგ დასასრული და რამე ესეთი არ არის, ჩემო კარგებო, პირიქით. პირიქით, ძალიან გულწრფელი და გადამწყვეტი საუბარი, მე ასე გეტყოდით, გადამწყვეტი საუბარი გექნებათ თქვენს ჩაფიქრებულთან, რაც ურთიერთობას, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებს. ღვთისწყალობა გაქვთ, ეს ადამიანი მიხვდება, რომ იცით რა არის, შეიძლება აქამდეც იცის ამან ის პოზიცია არა, რამეს ვერ ხვდებოდა, ეს პოზიცია ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ მიხვდება, რომ უბრალოდ თქვენს გვერდით უფრო მეტი შეუძლია მას, ვიდრე თვითონ დაუშვათ მარტო არის. და მარტო აკეთებს, ხო? და თქვენს გვერდით უფრო ძლიერად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ისე, ასე რომ ვთქვათ,
ძვირფასი ქალბატონი ხართ. აი ზუსტად ამ ცვლილებების შესატანად მოდის ეს თქვენთან. და აი ამ საკითხზე გიქნება საუბარი, მოკლედ სულ ეს იყო. იმედია გამოგვადგებათ ეს ინფორმაცია.